საგზაო სატრანსპორტო წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება და ჯარიმები იზრდება. სრულიებების მიხედვით ავტომობილის მანევრირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 100 ლარამდე იზრდება. ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული რაოდენობა 20 ქულით შემცირდება. ღვედის გამოუყენებლობისთვის სამართალდამრღვევს 10 ქულა დააკლდება, ჯარიმა კი 50 ლარამდე გაიზრდება. სრულიება სხვა მუხლებსაც შეეხება. საქართველოს პარლამენტმა მეორნდასმენით მიიღო ცვლილებები საგზაო საფრთხის გამგაცრების შესახებ. ეს არის მანევრების წესების დარღვევაზე, სიჩქარეზე, ასევე არის მობილური ტელეფონის საუბარზე და სხვა დარღვევებზე. და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის სიჩქარესთან მიმართებით, არის ყველაზე მეტი საგზაო ხდება სიჩქარის გადაჭრებით და არ არის გათვალისწინებული ფულათა სისტემა. ჩვენ შევთავაზეთ კვლევა დაახლოებით 50-იანი, რომელიც თვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას ევროპის კავშირის ქვეყნების ადამიანები არიან, რომლებიც ათასობით წელს ეხდიან სიჩქარის გადაჭრებაზე, მაგრამ მაინც მოძრაობენ ძებზე, ამიტომ ეს აუცილებელია. ვერ დავითანხმეთ თქვათ ბოლომდე ესე ვთქვათ გამკაცრებას ფინანსური სანქციით, იმიტომ რომ მაინც ეს ადამიანები ეხდიან 100-ობით, 200-ობით, 300-ობით ლარებს და აუცილებელია ფულათა სისტემის შემოღება. ეს არის როგორც ზევზე მაგალითად სიჩქარეზე ისე ფულათა სისტემის შემოღება ტელეფონით საუბარზე და ასე შემდგომ. ეს სისტემა თუ არ იმოქმედებს და არ იქნება, რა ვიცი ახლა კი დავაჯერებთ ჩვენ ძღოლებთ, მაგრამ ეს შემთხვევა მაინც აღზევდება. წინა 2025 წლის მონაცემებით 479 ადამიანი გადაიცვალა საქართველოში, აქედან ყველაზე დიდი დაუწყლობის მაჩვენებელი მოდის სიჩქარის გადაჭრებაზე. ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ არა მარტო ჯარიმები დავაწესოთ, არამედ ფულათა სისტემას შემოვიღოთ ისე რომ როგორც განვითარებული ქვეყნები აკეთებენ ამას და ვფიქრობ დაახლოებით ჩვენი კვლევების თანახმად 20-25% შეამცირებს სიკვდილიანობა საქართველოში.